მთელი სოფლიოს ყურადღება მიპყრობილი არის ამერიკის შეერთებული შტატებისადმი უფრო ზუსტად იმ სატარიფო ომისადმი ჭყალებში, რომელიც წამოიწყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მან უკვე განაცხადა, რომ 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები დაუკავშირდა იმისთვის, რომ მოილაპარაკონ შტატებთან, თუმცა მე ამჯერად მინდა ყურადღება უფრო აღმოსავლეთით გადმოვიტანო, მით უმეტეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებსა და საქართველოს შორის დიდად გაცხოველებული ვაჭრობა არ არის. აღმოსავლეთ ნაწილში კი დედამიწის საინტერესო რამ მოხდა ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში საკმაოდ სამარყანდში, კერძოდ გაიმართა ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამიტი, ამ სამიტს უწოდეს პირველი სამიტი, თუმცა მანამდეც გამართულა ამ ფორმატით შეხვედრები, მაგრამ ამ შეხვედრას დაარქვეს პირველი და განხილეს საკითხები ევროკავშირსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ და რასაც გამოეხმაურა სხვათა შორის აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სწორედ ამ გამოხმაურებაზე მინდა ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან. პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ დიპლომატი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მობრძანდით და ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ძალიან უსამართლო იყო, რომ არ იყო ნახსენები საქართველო, იყო ნახსენები მხოლოდ აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რატომ არ გვიმჩნევს ევროკავშირი? ხა მე არ მგონია მან არ იცოდეს, მათ არ იცოდნენ, რომ საქართველო აუცილებელია როგორც ტერიტორია ყოველ შემთხვევაში და ასევე ილჰამ ალიევმა გამახვილა ყურადღება სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობაზე და უცხო ძალების არჩარების აუცილებლობაზე. მე არ ვიცი ამ უცხო ძალებში გულისხმობ თუ რა თურქეთიც, სამხრეთ კავკასიიდან ამაზეც ვისაუბროთ და რატომ არ გვიმჩნევს ჩვენ ევროკავშირი, ეს აქცენტი მინდა გავაკეთო. მოწონს ცენტრალური აზიის ქვეყნების დემოკრატია, ევროკავშირის ბიუროკრატიას და ევროკავშირის ლიდერებს თუ როგორ არის შესაძლებელი მათი მიზნების განხორციელება ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებით საქართველოს გარეშე და ასევე ილჰამ ალიევის მოტივებზეც, რომელიც ძალიან ლოგიკურადაც იქცევა, გარდა იმისა, რომ მხარი დაგვიჭირა, მას არ უნდა ალბათ ზედმეტად იყოს დამოკიდებული თურქეთზე და არც ევროკავშირს, რომ რუსეთისგან გვერდისავლით მხოლოდ თურქეთის საშუალებით გქონდეს რაიმეს მიღების საშუალება. მადლობა. ცოტა ახლოს თუ შეიძლება. მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს მენელს და მაყურებელს. მინდა დავიწყო სამარყანდის შეხვედრით, სწორი ბრძანეთ თქვენ აბსოლუტურად, რომ ეს პირველი შეხვედრა არ არის. სამარყანდი საერთოდ ცნობილი ადგილია და მიმზიდველი ადგილია სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმების გამართვისთვის. მე თვითონ გახდით ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში საქართველოსი და თითქმის ყოველ წელს პატიჟებდნენ ფორუმზე, რომელიც ეძღვნებოდა ძირითადად გაეროს ეგიდით გამართული ფორუმები არის ხომ სხვათა შორის ძირითადად ეკონომიკურ საკითხებს ეძღვნება, თუმცა იქ კულტურაც და სხვა საკითხებიც განიხილება. და საქმე იმაშია, რომ დაინტერესება, რომელიც ეხლა გაიზარდა, ასე ვთქვათ, ევროპის მხრიდან ცენტრალური აზიის მიმართ, ეს ნათელია, რომ გამოიწვია იმ მოვლენებმა, იმ გლობალურმა მოვლენებმა, რაც მოხდა. და ალიევის ნათქვამი, ბატონი ალიევის პირველ რიგში ჩემთვის საინტერესო იმით იყო, რომ ძალიან ზუსტად ერთი რამე თქვა, რომ ფონ დერ ლაიენიო გეოგრაფიას ხო ვერ შეცვლის. და ეს არის მე მგონი ძალიან ზუსტი და კარგი ნათქვამი, იმიტომ რომ სულ ვამბობ ხოლმე ამ რეალობის გათვალისწინებაზე და რეალობიდან გამოსვლაზე, როდესაც რამეს განიხილავ. სხვათა შორის როცა შუა დერეფანზე იყო საუბარი და ეს დიდი ხანია ეს საუბარი მიდის. შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთიდან რომ მოდის, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, პირდაპირ უზბეკეთზე გადის და მე კასპიის ზღვა და მე ჩვენ რეგიონი. ხო და მაშინ რამდენიმე გზა იყო მაშინდელი პრეზიდენტის სიგელებს რომ გადავცემდი კარი მომიმეუნება. რამდენიმე გზა იყო და მე ვთქვა, რა ვიცი, მე სკოლაში მასწავლეს მეთქი, რომ ორ წერტილს შუა, ორ ადგილს შუა უმოკლესი გზა პირდაპირ გზა არის, მე ვთქვა. ეს ძალიან მოეწონა იქ მინისტრს ხო ხედავთ რა ზუსტად თქვაო და ძალიან დიდი ძალისხმევა დაჭირდა და დიდი დრო იმას, რომ რეალური საუბარი
დაწყებულიყო ამ პირდაპირ გზაზე. იმიტომ რომ იქ ეკონომიკურის გარდა გასაგებია რომ პოლიტიკური ინტერესებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და როცა ის გზა იყო გახსნილი ჩინეთიდან ყაზახეთის და რუსეთის გავლით და პრაქტიკულად მთელ ტურთებს ჩინეთი იქით აგზავნიდა ხოლმე და სანამ ეს ომი დაიწყებოდა, სანამ რუსეთს სანქციებს დაუწესებდნენ, სანამ ის გზა ჩაიკეტებოდა, ასე ვთქვათ, არავინ ის რამდენი ხნით დროებით თუ ხანგრძლივად თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, საუბარი იყო სამხრეთის გზაზე, უფრო და ჩრდილოეთის შუა გზას ძალიან ნაკლებად შუადერეფანს ძალიან ნაკლებად აქცევდნენ ხოლმე ყურადღებას. მაგრამ როცა შეიცვალა ეს გლობალური სიტუაცია და გადმოვიდა აქცენტები უფრო სამხრეთის მიმართულებით და სხვა შორის ამაზეც მინდა ვისაუბროთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, როცა ტრამპმა განაცხადა ოქროს გზის თაობაზე, სამხრეთის გზის აღდგენის თაობაზე, რომელიც ინდოეთიდან ზღვით სპარსეთის ყურეზე გადის, მერე საემიროები, საუდის არაბეთი, იორდანია, ისრაელი, ზღვა და მერე ევროპა, ხმელთაშუა ზღვა და ევროპა. ეს უნდა აღვადგინოთ. იმიტომ უნდა ირანის ჩამოჩეჩება ალბათ ხო, სპარსეთის ყურეში თავისუფლად ეს იყო და აუცილებლად ეს უნდა აღვადგინოთ და ამას მოყვა სტატიები მაგალითად ამერიკან კონსერვატივში დაიბეჭდა ძალიან დიდი სტატია ამის თაობაზე, რომ აი ხო ხედავთ ტრამპმა რა თქვა, რომ სამხრეთს უნდა მიექცეს ყურადღება. ეს ჩვენ გვწდება ეს გზა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ერთი გზა ისტორიულად არ მუშაობდა. არასოდეს ალტერნატიული გზა ყოველთვის უნდა იყოს. თუნდაც ისეთ შემთხვევაში რაღაც კრიზისი რომ მოხდეს, აი ესეთი თუნდაც ესეთი არ იყოს ესეთი მწვავე და დიდი კრიზისი როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, პატარა შეფერხება და ალტერნატიული გზა მიმწოდებელს აუცილებლად უნდა კონდეს, როგორც მიმწოდებელს ისე მიმღებს. ასე რომ პერსპექტივა ამის პერსპექტივის ეჭქვეშ დაყენება შუადერეფნის არ არის რეალური და ქალბატონი ფონ დერ ლაინმა რამდენიც არ უნდა არ ახსენოს, ასე ვთქვათ, საქართველოს და ახსენოს მარტო თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი, როგორც მან ახსენა, თვითონ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეუსწორა და თქვა, რომ ეს მარშრუტი მუშაობს რამდენი ხანია ჩვენ მარშრუტს ვამუშავებთ, თქვა. და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონი ფონ დერ ლაინი ვერ შეცვლის გეოგრაფიას, ვერცვენავენ ვერ შეცვლის. ამიტომ რეალობიდან გამომდინარე, ეს ძალიან კარგი განცხადება იყო და ჩვენი მხრიდან ალიევზე ვამბობ, არის ალიევის განცხადება, ნამდვილი მეგობრის განცხადება იყო, ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი რეაქცია იყო. ამიტომ პერსპექტივა ამ გზის და ევროპის დაინტერესება, რაც მთავარია. ევროპის დაინტერესება აღმოსავლეთიდან წამოსული ტვირთებით და რომ ევროპაში მოხდეს ჩვენი გზის გავლით აქ თვითონ განაცხადეს ახლა ახსენოს არ ახსენოს სამხრეთ კავკასიას გვერდის გზა ვერაულის. მაგრამ ეს ურთიერთობები სხვა შორის იქ ირანის მომენტიც ძალიან გასათვალისწინებელია, როდესაც სომხეთზე საუბრობს. ისე არ არის და ირანს არ ახსენებს, იგრე არ გამოვა. და გარდა ამის არც სომხეთსა და თურქეთს შორის არ არის გახსნილი დერეფანი, იქ ზანგეზურის დერეფნის საკითხი არის. იქ საერთოდ სომხეთი ამოვარდება მაშინ თუ თურქეთთან თანამშრომლობენ და ძალიან უხერხული განცხადება კი გააკეთა. და ირანთან დაკავშირებითაც ახლა ისევ ვიმეორებ ყოველთვის მომხრე ვარ, არ მხოლოდ მე ვეთანხმებ უბრალოდ იმ ექსპერტებს და პოლიტიკოსებს, რომელიც მოგვიწოდებენ რეალობიდან გამომდინარე საუბარს. განაცხადა ტრამპმა სულ პირველად, რომ ირანი თუ ამას არ გააკეთებს, დაუბომბავთ, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ და აგერ ერთი დღის უკან ზის ისრაელის პრემიერთან ერთად კონფერენციაზე და უცბად იმაზე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან და აცხადებს, რომ ჩვენ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებას ვიწყებთ შაბათსო. რამაც ძალიან დიდი რეაქცია გამოიწვია, დღეს ვკითხულობდი რეაქციებს ამ იმაზე, რა ქვია, ამ განცხადებაზე. და თურქეთისადმის ნეთანიაჰუმ ძალიან განწყობილი განცხადება გააკეთა. თან ამავე დროს ერთი დღით ადრე ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩვენ არ დავთმობთ და უკან არ დავიხევთ და ასე და მანამდე ორთვიანი ულტიმატუმი მისცა ტრამპმა ირანს. ამიტომ მე ამით რისი თქმა მინდა, განცხადებებს კი არ უნდა დაუგდოთ პირველ რიგში ყურეში. შედეგებს უნდა დავუთმოთ ყურადღება, რა მოყვება ამას და რეალურად რა განხორციელდება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ექსპერტებსაც, პოლიტიკოსებსაც აქვთ იმის უფლება, რომ
პროგნოზები გააკეთონ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში პროგნოზებიო, მან და მაინც კარგი საქმე არ არისო, ჭკვიან ხალხს ვთქვამთ. ხო და კი ბატონო, მაგრამ მაინც აკეთებენ პროგნოზებს, მაგრამ ეს პროგნოზებიც უფრო რეალობიდან გამომდინარე უნდა ვთქვათ. ეხლა მე პირადად როგორც ჩემი გამოცდილებით, როგორც მკვლევარი საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ როგორც აღმოსავლეთსო პირველ რიგში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა ირანს ომს არასოდეს არ დაუწყებს. იმიტომ რომ არანაირი ინტერესი არ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში, უფრო ფართი ახლო აღმოსავლეთშიც თუ გნებავთ ისეთი გლობალური კონფლიქტი დაიწყოს, რასაც ირანთან ომი ქვია, ესეთ სახელმწიფოსთან როგორც ირანია. ამიტომ იქ აუცილებლად მივა მოლაპარაკებამდე. საერთოდ მოლაპარაკების საკითხი დიპლომატიაში არის მთავარი. ყველ რაც არ უნდა ხდებოდეს, ქვეყნის რომელ ნაწილშიც არ უნდა ხდებოდეს და რა საკითხიც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ეს ესეა. და მე მინდა ეხლა აი პატარა იმასავით გავაკეთო, ჩართვასავით თუ შეიძლება. როდესაც deep state გვესმის, ხო? მუდმივად ლაპარაკობ ხოლმე უმეტესად ყოველ შემთხვევაში deep state-ის დამარცხებაზე შესაძლებლობაზე ან deep state-თან დამარცხება. თავდროს ყველაზე რეალური ჩემი აზრით არის მესამე გზა, რომელსაც ქვია deep state-თან მოლაპარაკება. ამას მუდმივად ვამბობ და კიდევ მინდა რომ გავიმეორო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი მონახავს საშუალებას, რომ deep state-ის იმ ნაწილს, რომელიც წამყვანია ასე რომ ვთქვათ, ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ანუ ჩვენთან რო ეძახდნენ ომის პარტიას, ეგ მართალია. ომის პარტიის დამარცხება შეიძლება ლოკალურად ერთ კომპლექსში, მაგალითად, იმითი რომ დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება, დაიდოს ზავი და იქ ომი შეწყდეს. მაგრამ შეიძლება ომი დაიწყოს ამ დროს სხვაგან, იმიტომ რომ თუ ომის პარტიას დავარქმევთ მხოლოდ deep state-ს, რაც მართალი არ არის, მაგრამ რაღაც ნაწილი ნამდვილად არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსიდან ინტერესიდან გამომდინარე. მაშინ ომის პარტია დაუმარცხებელია, მე ამაში დარწმუნებული ვარ. და ბატონო კოტე, აი თუ შეიძლება ეს აქცენტი იმიტომ რომ სანამ იარაღი თუ შეიძლება დავამთავრებ, სანამ იარაღი წარმოება მიმდინარეობს, სანამ იარაღზე მოთხოვნა და ეს ყოველთვის მოთხოვნა ყველაზე მაღალ დონეზე იქნება. იმ იარაღს სჭირდება მომხმარებელი და მომხმარებელი იმაში რა ქვია სამხედრო ცნებში და რომელიმე ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებით ეს ვერ მოიწურება ეს იარაღი ახალი ტექნოლოგიები ამას გამოსტაჭირდება. რატო იყო ხოლმე საუბარი რომ ვიეტნამის ომში ან კორეის ომში მიმდინარეობს გამოცდა პრაქტიკულად ამერიკული და საბჭოთა იარაღი, რომელიც ჯობია თქვათ იქ ახლო აღმოსავლეთში მიგები ჯობია თუ F გამანადგურებლები და რომელიც და ეს მუდმივად გაგრძელდება, შეუძლებელია ამის შეჩერება. ამიტომ არ შეიძლება deep state-ი განიხილო ან როგორც მხოლოდ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, ან როგორც მაგალითად ლიბერალ გლობალისტების ასე ვთქვათ თავშესაფარი კი არა იდეოლოგია, ისა ინსტრუმენტი პროფესორით. კი ბატონო, შეიძლება გარკვეულწილად შეზღუდო და მნიშვნელოვნად როგორც ტრამპმა გააკეთა, თქვათ ვოუკისტების აქტივობები იქ LGBT-ს წინააღმდეგ, თქვათ იქ სოციალური და რასისტული ისინი უკანა პლანზე გადაიტანო, ან ისეთი მედია საშუალებები, ან ისეთი ორგანიზაციები როგორც USAID-ია და NED-ია, იმათი გამჭვირვალობა მოითხოვო და დაფინანსებები შეზღუდო, მაგრამ ეს ერთი ნაწილია მხოლოდ ამ deep state-ის, ხო? deep state-ი ხო ქვეყანაში სხვა არის და გლობალურად სხვა არის, აბსოლუტურად. იმიტომ რომ თუ ქვეყანაში ვილაპარაკობთ, ისე მithkomს და გავემეორებ, თურქეთიდან წამოვიდა საერთოდ ეს ტერმინი დერინდებლეთ არის თურქულად deep state-ი და იქ თქვენს პირველად, როდესაც სამხედროებზე საუბრობდნენ, რომლებიც მართავდნენ კულისებს მიღმა პროცესებს და თუ დაინახავდნენ, რომ ქემალიზმს საფრთხე ემუქრება, 4 გადატრიალება მოაწყვეს თურქეთში, უბრალოდ 3 მოაწყვეს, 1 ვეღარ მოაწყვეს და ამის შემდეგ გაძლიერდა ერდოღანის პოზიციები განსაკუთრებით. აი ეს არის ქვეყანაში ჩრდილოანი მმართველობის მაგალითი deep state-ს და ეს ყველა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არის მცდელობა, რომ
რაღაც ძალები ცდილობენ რომ კულისებიდან მართონ ქვეყანა, მაგრამ თუ ლაპარაკობთ ევროკავშირის deep state-ზე გაერთიანების, რა თქმა უნდა აქ პირველ პლანზე გამოდიან ლიბერალ გლობალისტები, რომლის შედეგებსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რასაც აკეთებენ და როგორც აკეთებენ. და თუნდაც ეს ბოლოს ახლა რასაც აპირებენ ამ რეზოლუციების მიღებას და მუდმივი გამოსვლები და დაქირავებული პირების ესენი რა ქვია მუქარები და ამას ვიზამ და სანქციებს დაგიწესებ და ინტერესი რა არის ამაში ხო პირველ რიგში ის უნდა განსაზღვრო რომ ინტერესებშია და რა თქმა უნდა მიზანი რა აქვს მართლა დემოკრატიის აყვავება საქართველოში ხო და როგორც კი მაგ ჩაუფიქდები მაგ მიზანს და პირდაპირ დააკვირდები რის მიღწევას აპირებენ მაგალითად საქართველოში ნუ ნათელია მიზნები ამ deep state-ის ამ ნაწილში ასე რომ ეს ყველაფერი თუ არ გაითვალისწინდა რეალობიდან თუ არ გამოხვედი ეს იქნება შვადერეფანზე საუბარი ეკონომიკური ინტერესები თუ სხვა ასე თქვათ პოლიტიკური ან თანმდევი არაფერი არ გამოვა ანუ ფაქტობრივად გამოდის რომ ტრამპი ცდილობს deep state-ის მიზანი ერთ-ერთი იყო აი ამ სამხედრო მრეწველობიდან მოგებით ფული ასე ვთქვათ და ტრამპმა უბრალოდ ტაქტიკა შეცვალა და ფულს იღებს სხვა გზით უნდა დაელაპარაკოს აუცილებლად ეს ჯერ 100 დღე არ გასულა 100 დღე აი გავაეხლა და ეს არის ხომ პირველი ეტაპი პრეზიდენტის საქმიანობის და იქიდან გამოვაქვთ ხომ პირველადი დასკვნები რომ რაში მიაღწია წარმატებას, რაში ვერ მიაღწია. ეხლა რო გამოდის მაგალითად გუშინ და ამბობს რომ თუ გუშინ წინ 2 მილიარდს ვიღებთ ამ ტარიფებისგან ყოველდღეო, ხო? ამას მოყვა საშინელი რეაქცია განსაკუთრებით ევროპაში. განსაკუთრებით სხვათა შორის ისეთ არხებზეც როგორც CNN და BBC და ის არის ეკონომისტები უწუდას რომ მოიწვიეს ისეთი ეკონომისტები რომლებიც ეს შეუძლებელი ამის განცხადება პირიქით ამერიკა რეცესიისკენ მიდის და ასე შემდეგ. ხო? და ამ დროს მე ზუსტად აი ცოტა ხნის მერე მეორე დღეს აცხადებს რომ 90 დღით ვაჩერებ ტარიფების მოქმედებას იმ ქვეყნებისთვის რომლებმაც არ შემოიღეს sapasukho ტარიფებიო ჩვენთვისო და ველოდებიო ეხა იქ ცოტა ისეთი სიტყვების უხეში სიტყვების კითხვა მირეკავენ და მთავაზობენ რომ მოვილაპარაკოთ ტარიფებზე ამიტომ ეს გაკეთებულიყო იმისთვის რომ გადასულიყო პროცესი მოლაპარაკებებში რა დრითის დავიწყე აი ამ ნაწილში მოლაპარაკების გარეშე ეხლამდე მსოფლიოში არაფერი არ გამოვა. თუ აცხადებ რომ შენ მშვიდობის პრეზიდენტი ხარ, როგორც არჩევნების წინ ტრამპმა განაცხადა და თუ აცხადებ რომ ომები უნდა შეაჩერო და ახალი ომები კი არ უნდა დაიწყო, მაშინ გამოდის რომ ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ ვითომ და იმათ ინტერესებში არ შედის, სამაგეროდ შედის მეორე ნაწილის ინტერესებში, რომელიც ეკონომიკაზეა უფრო ფოკუსირებული და რაც საფუძველს წარმოადგენს იგივე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, ხო? აბა ეს სააბი და მაგნოლ დუგლასი და ლოკჰიდი და ეს ფირმები კომპანიები, რომლებიც იარაღს აწარმოებენ და იარაღთან ერთად სამოქალაქო პროდუქციასაც როგორც გამანადგურებლებს აწარმოებენ, ისე სამგზავრო თვითმფრინავებს აწარმოებენ. როგორც ავტომობილებს აწარმოებენ, ისე აწარმოებენ ტანკებს. ამიტომ ეს ცნობილი ამბავია. ცნობილი ამბავია და ამიტომ მოლაპარაკების გარეშე არაფერი არ გამოვიდა. ტრამპი როგორც მოწოდებით კერა საქმით ბიზნესმენი და ამას ყოველთვის ხაზს უსვამს თავის ციგნებში, მასზე დაწერილ ციგნებში. პირდაპირ ხაზგასმულია რომ ყველა საკითხს უდგება როგორც პირველ რიგში როგორც ბიზნესმენი. ესე იგი რას იზამს? შეეცდება ამ deep state-ის მანდის დაკმაყოფილება სხვა მოლაპარაკებას. მე ამას გავაკეთებ თქვენ ამას გავაკეთებ. მოგება იქნება ასეთ. ბატონო კოტე, მცირე ხნით უნდა შევწყვდოთ რეკლამის გამო, დაგველოდეთ ჩვენ მალე დავბრუნდებით. ეთერში ბრუნდებით, განმოგეთ საუბარ ჩვენ მართან, კონსტანტინე ჟღენთან ერთად. ბატონო კოტე, გამოვიდა რომ უკრაინა ეს იყო რაღაც ერთგვარი კიმერიდება ამის ხომ ტრიგერი ასე ვიტყვი მაინც. ტრიგერი აი ამ უკვე სტაგნაციაში მყოფი მსოფლიო წესრიგის შესაჯანჯღარებლად და ახალი მსოფლიო წესრიგის დასაწყებად ამ სისხლის გარეშე ვერ მოხერხდებოდა ეს ახალი გადანაწილება და ახლებურ ფორმატში მსოფლიო პოლიტიკის გადაყვანა. ნუ ისე ცოტა ისტორიას
ძალიან მოკლედ გავიხსენებ, ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ერთ სუპერ სახელმწიფოს ან რაღაც ძალას სოფლიოში სურს მეორე მოწინააღმდეგე ძალის დასუსტება და აკეთებს იმას, რომ აი მაგალითად რეიგანმა რო ჩაითრია ვირტუალ შეერაღებაში საბჭოთა კავშირი და ეკონომიკა პრაქტიკულად დაუნგრია, ხო? როგორც წამოიკიდა კი ბატონო. ყოფილა ხომ სიტუაციები, როცა ომები იწყებოდა მაგალითად უმეტესად ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად 56 წლის სუეცის კრიზისი ან შემდეგ ისრაელის შექმნის შემდეგ, იმისთვის რომ გამოყენებული ყოფილიყო სამხედრო მოქმედებები, ომები გამოყენებული ყოფილიყო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხო? ამიტომ ეს ახალი არ არის. საქმე იმაშია, რომ როდესაც თითქოს დამთავრდა ყველაფერი, ამას ახლა ხშირად იმეორებენ ცივი ომის ვითომ დამთავრების მერე და გაიმარჯვა დასავლეთმა და მთელ მსოფლიოს უნდა ეცხოვრა შექმნილიყო ახალი სამართლიანი და როგორ ეძახიან კანონიერი და სამართლიანი მსოფლიო წესრიგი, რაც ჩემი აზრით პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ რამდენიც დაც არ იყო დიდი გლობალური კონფლიქტების მერე ასეთი წესრიგი შექმნის, იმდენი ცდა ჩავარდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სუპერ სახელმწიფოების ინტერესები იდგა ამის პირისპირ და ისევ ვიმეორებთ, რომ ყველას თავის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს და მათ შორის სუპერ სახელმწიფოები, ხო? ის ისე გაწირავს გნებავთ საშუალო და გნებავთ პატარა ქვეყნის ინტერესებს, რომ თვალსაც არ დაახამხავებს. ჩვენთან ეს რატომ არ ესმით? აი ვერაფერ ვერ ხვდები, გონებრივი პრობლემაა, განათლების პრობლემაა, რისი პრობლემა არის ეს? რო ეს არ ესმით და რატომღაც დარწმუნებას ვიხსენებ ხოლმე 91-ზე სანამ შევარდნაძე ჩამოვიდო და მე მგონი ჩემი მეგობრის ჯგუფელის დედა ძალიან ნორმალური ქალი იყო. ალბათ არის კიდევაც ძალიან ნორმალური ქალი იყო და ამბობდა აი ძალიან სერიოზულად გვეუბნებოდა ჩვენ პატარები ვიყავით მაშინ რომ პირდაპირ აი გერმანიაში არის მთელი ეს დახმარება რაღაც სავსე ოღონდ აი მაგრამ აი შევარდნაძე რომ არ არის ამიტომ არ გვიგზავნიან და მე მახსოვს მაშინ გამიკვირდა დამოკიდებული მე ხა პოლიტიკაში ვერ ვიყავდი მაგრამ დამოკიდებულება რომ აბსოლუტურად სრულფასოვანი ზრდასრული ქალი ელოდებოდა რომ ვიღაცა და იჯეროდა რომ ვიღაცა რაღაცას მისცემდა მე ელოდებოდა საგნობრებს ხო პრაქტიკულად რომ რაღაცას საქონელს გამოაგზავნიან მისცემდნენ და ანუ ისეთი აღშფოთებული იყო და მე ძალიან გამიკვირდა ამ დროს შევარდნაძის ხარდაჭერა იყო ბეიკერის ჩამოსვლა გენშერის ჩამოსვლა და და არა ის რომ ვიღაცა მოგცემდა პულს ან რა ვიცი მე დაგისხამდა კოპა კი ბატონო ამაშია საქმე რომ ხალხი ამას უყურებს მოსახლეობა ყველა ქვეყნის იღებს სასურველს იღებს რეალობად ქართულად რო თქვა რუსულად უკეთესად ჟღერს, მაგრამ არ მინდა პრინიმად შელაიმაზა დისტიტრი. არის ეს ადამიანს ახასიათებს ეს რომ აი ახლა საქართველოში ცოტა იყო რომ ახლა ჩვენ დავცხებდა ნატო დაგვეხმარება და ნატოს თვითმფრინავები შემოვლენ და ტანკები და აქეთ და იქით ხო იყო ესეთი რამ. თქვენ კითხვას რომ დავბრუნდეთ, მე მგონია კი ბატონო, ამ ახალგაზრდებში უბრალოდ ელემენტარულად იქიდან რომ აბსოლუტურად სხვანაირ განათლებაზეა ახლა ორიენტირებული ახალგაზრდობა კომპიუტერთან ზიან წიგნს არ კითხულობენ სამწუხაროდ და კომპიუტერით მიღებული განათლება მაგის საფუძველს არ მოგცემს რომ პოლიტოლოგიურად რაღაცა ღრმა პოლიტიკაში ღრმა დასკვნები გააკეთო. ხოლმე შეიძლება ხოლმე ინტელექტს ვკითხე ერთი კვირის წინ და მეტი აღარ შეგაწყვეტინებთ საერთოდ არ ეხებოდა არც პოლიტიკას არ ეხებოდა აბსოლუტურად თემა რაღაც ვკითხე და რაღაცა ისინი ხომ მომცარ მაინტერესებს რჩევები მართლა მჭირდა მე ვიყენებ ხოლმე ნეიროექსელებს ასე ვთქვათ საქმეში და ერთი პუნქტი ქონდა რომ აუცილებლად უნდა აღნიშნოთო რუსეთის დესტრუქციული ძალა რეგიონში არანაირ კავშირში იყო არც რუსეთი არც პოლიტიკა არც დესტრუქცია ანუ უკვე იდეოლოგია შემოვიდა ანუ ისიც კი დაპროგრამებულია იმაზე რომ ტვინი არა რო იცოდეს ახალგაზრდობამ რუსეთი რეგიონში კონსტრუქციულ ემას როლს არასოდეს პრაქტიკულად არ თამაშობდა და არც ითამაშებს ეგ გასაგებია და არც არასდროს არ ითამაშებს იმიტომ რომ უნდა ეს ტერიტორია იყოს მისი გავლენის სფერო მორჩა და გათავდა როცა გინდა რომ ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი ან რეგიონი მაგალითად სამხრეთ კავკასია იყოს
შენი გავლენის სფერო, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს დგამ, ხო? არა, დესტრუქციულსთან და არა კონსტრუქციულს. რა თქმა უნდა, ეგ არის ისევ და ისევ აი ეს გაცვეთილი, მაგრამ მუდმივი გამონათქვამი დაყავიდა იბატონე, როცა ძლიერი ცდილობს ადგილზე დაგსაქსოს და თავის გავლენა გააძლიერა. რუსეთი თუ ამას აქ ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები იგივე ცდილობს თავის უკანა ეზოში, ასე ვთქვათ, ბექიარდში. ამიტომ ჩინეთი ცდილობს თავის გარშემო და ასე შემდეგ. ამიტომ მე ის კი არ გამიკვირდა დესტრუქციული როლი აღინიშნოს. თვითონ უკვე იდეოლოგიზებული აქცენტი მომცას. მეში რომელიც ამასთან კავშირში არ იყო, მე იდეოლოგიური მომენტის კი არ მეცხრა რუსეთზე რატო თქვა ეს. არავინ არ ელოდებოდა ამ ცივომის დამთავრების მერე, რომ დაბრუნდებოდა ეს ლიბერალ გლობალისტების დაპირისპირება კონსერვატორებთან, ხო? ზოგი წერს ატლანტისტებთან. ნუ ამერიკელები არ მხედველობაში როცა ატლანტისტებზე საუბრობენ ძირითადად მაკინდერიდან დაწყებული და ასე შემდეგ. მაგრამ რეალობა ის არის, რომ არავინ რო არ ელოდებოდა, ყველა რო ამბობდა, რომ მორჩა კაპიტალისა და სოციალიზმის კომუნიზმის შორის დაპირისპირება დამთავრდა, ჩვენ გავემარჯვეთ და ამის მერე და თვითონ შიგნით დასავლეთში დაიწყო ამ დროს, ნუ პრაქტიკულად იდეოლოგიური დაპირისპირება და პოლიტიკური დაპირისპირება ლიბერალ გლობალისტებსა და კონსერვატორებს შორის, ხო? პირველ რიგში ლიდერ სახელმწიფოში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ხო ნიშნავს, რომ ისეთი ცვლილება გლობალური, რომელიც შედარებად შეიძლება ამ გლობალურ ცვლილებებთან, რომელიც მსოფლიო ომებს მოყვებოდა ხოლმე და როცა უნდათ ხო და იგივე ტერმინები გამოიყენება. ახალი სამართლიანი და ისეთი წესრიგის მსოფლიო წესრიგის შექმნა. ხო, იგივე მაშინაც იგივეს ლაპარაკობდნენ, რომ აი ახლა დიდი ომი მორჩა, დიდი კონფლიქტი უნდა შევქმნათ ახალი. ეხლაც ელოდებიან და არ გამოვა. ისევ იქნება რეალ პოლიტიკაზე დამყარებული ინტერესებზე დაფუძნებული წესრიგი და პირველ რიგში ეს ინტერესები იქნება. კი ბატონო, ის შემადგენელი ნაწილი აუცილებლად უკვე არის ლიბერალ გლობალისტებსა და კონსერვატორებს შორის დაპირისპირება თუნდაც ევროპის ქვეყნებში. აი ეს მემარჯვენეების გამოსვლა და გაძლიერება, გუშინდელი ცნობა ორი პრაქტიკულად ხო თუ დაუფიქრდები ურთიერთ გამომრიცხავი ცნობა იყო. ერთი იყო, რომ გერმანიის მემარჯვენე პარტიამ, რომელსაც ულტრამემარჯვენეს აღარ ეძახიან, ეხლა მარტო მემარჯვენეს ეძახიანო. ესეც დავიკითხე დღეს სადღაც. აი გაუსწრო ყველას, როგორც ერთმა პარტიამ და 25%-მდე ავიდა გერმანიაში გამოკითხვის შედეგად მათი პოპულარობა და ამ დროს გამოაცხადეს ქრისტიან დემოკრატებმა, რომ მიაღწიეს შეთანხმებას სოციალ-დემოკრატებთან მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ. ეს არ იქნება ისეთი კოალიცია, შუქნიშნის კოალიციას რო ეძახოდნენ წითელ-ყვითელ მწვანეს გერმანიაში, იმიტომ რომ მწვანეები აღარ არიან, მწვანეები გამოეთიშენ. მაგრამ გამოდის წითელ-ყვითელი უკაცრავად ამ იმაზე, რა ქვია, შედარებაზე კოალიცია. იმიტომ რომ შიგნით აუცილებლად იქნება წინააღმდეგობები. შეუძლებელია რომ არ იყოს, იმიტომ რომ იდეოლოგიურად არის საკითხები, რომელშიც იმდენად განსხვავებული პოზიციები აქვთ, რომ სოციალ-დემოკრატები აუცილებლად მოითხოვენ თავის სოციალ-დემოკრატიული იმის გაძლიერებას. კი, ეხლა გამოაცხადეს, რომ თქვა დათანხმდნენ ძალიან მწვავედ, რაც იდგა არჩევნების დროს იმიგრაციის იმის შეზღუდვაზე, თქვა უფრო ისეთი წესების შემოღებაზე, დეპორტაციის და რაც გამოაცხადეს თავიდან, რა პირობებით წაუყენეს ვითომ. დათანხმდნენ მოთხოვნაზე შეიარაღებაზე იმის გაზდით, რა ქვია, ფინანსების გაზდით, ბიუჯეტიდან თანხების გაზდით, მაგრამ რამდენით? აქ უკვე მერე გადავა ეს შიგნით. მან ყველა 10 მილიონზე დარწმუნებული ვარ, იქნება საშინელი ეს, რა ქვია. ქართულად თოთ გამიშვიდა მიჯირე. იქნება ნამდვილად. იმიტომ რომ არ გამოვა, მაშინ იმ პრინციპებს უნდა უღალატოს, რაც მეორე მსოფლიო ომის მერე 10 წლების განმავლობაში მისი ამომრჩეველი ხმას იმიტომ აძლევდა, რომ აი სოციალ-დემოკრატებს იმიტომ აძლევდა ხმას, რომ აი ეს პრინციპი აქვს, ეს პრინციპი აქვს და ეხლა თუ რაც მოითხოვა ქრისტიან დემოკრატებმა უცბად ყველაფერზე დათანხმდა იმის
გულისთვის რომ პორტფელები აიღოს მაშინ მთავრობაში დაკარგავს ხმებს კი ბატონო მომრჩეველს ამიტომ აი ეს არის შიდა წინააღმდეგობა ქვეყნის შიგნით აი დაველოდოთ საფრანგეთში არჩევნებს და ნახავთ რა იქნება ეს მარინ ლეპენის პროცესი ისეთ შედეგებს მოიტანს რომ მაგას დარწმუნებული ვარ უნდა ელოდოს და უნდა ითვალისწინებდეს მაკრონი და მისი მომხრეები და ასე ვთქვათ ლიბერალები ლიბერალ გლობალისტები მაგრამ არ მგონია რომ ბოლომდე ითვალისწინებდნენ მე მგონი ამით გაიზრდება მხარდა მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი პირადი აზრია გაიზრდება მემარჯვენეების რაოდენობა და ის იმათი იმიტომ რომ როცა და ირიბად დაეხმარებიან ლეპენს როცა საზოგადოება ხედავს რომ რაღაცა ხდება მოდი ესე ნოვიტყვით რომ პირდაპირ ძალიან უსამართლოდ არც თუ მთლად სამართლიანად ესე ვთქვათ დიპლომატიურად აუცილებლად ის ასახვას პოვებს არჩევნების დროს მე ასე მგონია იმიტომ რომ ამის ესენი მაგალითები გვაქვს და მე ისევ აღმოსავლეთში გადავინაცვლებ ბატონო კოტე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასეთ ინფორმაცია ვნახე თქვა და ცოტა არ მესიამოვნა არა ყაზახეთის გამო მესიამოვნა მაგრამ აი ჩვენთან მიმართებაში არ მესიამოვნა რომ ყაზახეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე სულ არის მათი საინვესტიციო პორტფელი 450 მილიარდი და აქედან 200 მილიარდი განხორციელებულია ევროკავშირის სახელმწიფოების მიერ და დღემდე ევროკავშირის ანუ ევროპის 3000-მდე კომპანია მუშაობს ყაზახეთში ფულს ჩვენ არ გვანდობენ არა საქმე რაშია იცით მაშინ იქვე უნდა ეთქვა რომ რუსული ფული რამდენი მუშაობს ეს არ ვთქვა ეს არ ვთქვა ხო აი ეს თქვა მხოლოდ მაგაშია საქმე რომ და გული მეტკინა მე სიმართლე გითხრათ როგორც ვარ ეს კავკასიელი მაშინ გულის სადგენად განაცხადა იმედი მაქვს აი მან რა ქვია ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო დარწმუნებული ვარ იმ ფორუმთან რომელიც სამართალში ფორუმის შემდეგ განაცხადა იმიტომ რომ იქ რა თქმა უნდა ისეთი რამე უნდა თქვას და ესეც მიღებული ფორმა და პრაქტიკა ნახევარია ბატონო კოტე რაც არ უნდა მან თქვას და რა მოტივით არ უნდა ეთქვა ყაზახეთის მთელი საინვესტიციო პორტფელის ნახევარზე ოდნავ ცოტა მოდის ევროკავშირზე ჩვენთან ეს მონაცემი არ არის იმიტომ რომ ყაზახეთი არის ძალიან დიდი ქვეყანა ჩვენთან შედარებით ბევრი რესურსი აქვს ძალიან ბევრი რესურსი ძალიან ბევრი წიაღისეული სხვათა შორის პირველ რიგში რომელშიც ინვესტიციებს ენერგეტიკაში და წიაღისეულში ახორციელებს ყაზახეთში ინვესტიციებს პირველ რიგში ევროპული სახელმწიფოები თორე დარწმუნებული ვარ ახლა იქ ცხენების იმაში რა ქვია არ ჩადებს ევროპა ყაზახეთში მოშენება ამიტომ ეს ისე ნახევრად ხუმრობით მაგრამ ფაქტია რომ ეს დაინტერესება ცდილობს რა თქმა უნდა ცენტრალური აზიის ქვეყნები ეცდებიან სულ ყველა ყაზახეთის უზბეკეთიც მაგრამ უზბეკეთშიც თუ გაიზრდება და ქალბატონ ფონ დერ ლაიენს ამის იმედი აქვს და გაიზრდება ნამდვილად ამავე დროს მე განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებ რა როგორ იზრდება ერთობლივი პროექტების რაოდენობა რუსეთ-უზბეკურის მაგალითად უზბეკეთის მონაცემი არ ვიცი მაგალითად ყაზახეთშიც იგივე იქნება დამერწმუნეთ ხო მაგრამ ნახევარი იმაზე საუბარი არ არის იქ ტაჯიკეთში რა ხდება იქ მით უმეტეს განსაკუთრებით ძლიერი პოზიცია აქვს რუსეთს და ტაჯიკეთი ამოვარდინიც არის დანარჩენი 4 ლოგიკიდან კიდეველი მაგ მხრივ თურქმენეთია მაინც იმიტომ რომ თურქმენეთს მაინც გაზის და გაზისი ახლა იმხელა ესა აქ და იმხელა მოგება აქ და იმხელა მარაგი აქ რომ შეუძლია რუსეთთანაც კი მეტნაკლებად უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკაში ხო სწორია პოლიტიკა აწარმოოს ვიდრე დანარჩენმა ქვეყნებმა მაგრამ ჩვენთვის ეს კარგის მეტი არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, ეს კარგია და ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება, იმიტომ რომ საძნა გაიარა. რითიც დავიწყეთ, ის გავიმეოროთ, ვერ შეცვლის ქალბატონი ფონ დერ ლაიენი გეოგრაფიას. და სხვა. ისე მაკრონის ეკითხა აუხსნიდა გეოგრაფია საქართველოს. აუხსნიდა ხო ის ძლიერია. ძალიან. იცის რომ ევროპა არა ვარ. ეთყობა ასწავლა მასალებელმა თავის სკოლაში. ამიტომ
ამიტომ რაშია იცით საქმე ჩვენთვის რაც კარგია და ჩვენთვის რაც მომგებიანია რა თქმა უნდა როგორც ხვები თავის ინტერესებისთვის ჩვენი ინტერესებისთვის ვზრუნავთ და გაგვეხარდება და ხელს შეუწყობთ ამ ურთიერთობების განვითარებას რა თქმა უნდა სხვათა შორის ისიც თუ ამუშავდება იქ ბევრი წინააღმდეგობებია და ამაზე უკვე დაიწერა რომელიც ვახსენე ეს ოქროს გზა სამხრეთის ტრადიციული ძველი ძველ კიდე რომელიც ძველი რომის დროს მუშაობდა იმაში ცუდი არაფერი არ არის ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე რომ ალტერნატივა დასჭირდება. დიახ, ალტერნატივა და მეორე ჩვენთვის ყველაზე უფრო სახიფათო ასე ვთქვათ გავლენის თვალსაზრისით იმის ამუშავების საწინააღმდეგოდ რუსეთის ისევ რო აღდგეს. რუსეთი, აზერბაიჯანი, არა, ყაზახეთი, რუსეთი და ის რო აღდგეს ისევ ევროპა. ამის რუსეთის რუსეთი რაც უფრო გვიან აღდგება და ჩვენ რაც უფრო მეტ მოგებას მივიღებთ. უკეთესი ჩვენ. რაც უფრო გაძლიერდება ეს სამხრეთის გზები, ცენტრალური დერეფანი და სამხრეთის დერეფანი, რა თქმა უნდა, ჩვენცაც უკეთესია და იმ ქვეყნებისთვისაც ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებენ. ამიტომ ცუდი ამაში არაფერი არ არის. დივერსიფიცირებაში, ეკონომიკური ურთიერთობების გლობალიზაცია ხო პრაქტიკულად ეკონომიკურიდან დაიწყო და ეკონომიკურს ვერაფერს ვერ უზამ ნამდვილად. ამაზე შეთანხმებული არიან მეცნიერების და ექსპერტების. ეკონომიკური გლობალიზაცია აბსოლუტურად სხვა რამეა, მაგრამ ამან მერე გამოიწვია გადასვლა აი ლიბერალ გლობალისტების სურვილზე რომ თავისი ესენი აი მაგალითად ეხა რამის მოსატანია და ხო რამხელა საუბარი რამხელა ის მოყვა გუშინ განვითარებულ მოვლენებს ხო 9 აპრილს რა საჭირო იყო იქ ელემენტარულად როგორც მოქალაქე ისე ლაპარაკობ LGBT დროშის გაშლა ხო აი ეს ქვიარ და ხო წინააღმდეგობა ხო აი რა ხო კავშირი არ იყო უბრალოდ ამ მოვლენებში ამით რა ნუ თუ ამას არ ფიქრობენ რომ ამით საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას პირიქით ხოთი ჩვენ პოლიტიკაში მიღებულია მე რესპუბლიკურ პარტიასაც მოვიტანდი ამის ერთ კლასიკურ მაგალითად რომელსაც არასდროს აინტერესებდა შიდა განწყობა თავისი ამომრჩევლის პროცენტულობა რამდენს მიიღებდა არჩევნებში და ორიენტირებული იყო ყოველთვის მეს მათი ლიდერებისთვის მიკითხავს თავის დროზე და ამდენად ამას თამამას მოვიტანე იმის მაგალითად რომ იდეოლოგიაზე როცა გავლენა ხდება და იმაზე სხვადასხვა უკვე იცვლება მოცემულობა და რაღაცა სამიზე როგორც ჩანს იყო სხვა გარეთ და შიგნით აღარ დაუფიქრდნენ რომ ამას შეიძლება და გამოიწვია ამიტომ მე მგონია ისევ გავიმეორებ რომ აი ეს ევროკავშირი და ცალკეული დეპუტატები რაც არ უნდა ეცადონ რომ ეს უკან დააბრუნონ ეს გავლენა აბოუკიზმის და ვთქვათ ხო ამერიკაზე არაფერს აღარ საუბრობენ ვერ ბედავენ არაფერს არ ლაპარაკობენ იმაზე ტრამპი იქრეებს რა ნაბიჯებს დგამს მათი მომხრეების ჭალებში და მათი თუნდაც მედია საშუალო და ყველაფრის წინააღმდეგ ხო და ეხლა ჩვენთან აგრძელებენ იგივეს ჩვენთან მიმართებაში ხო პირიქით უფრო გამწოვებულად და უფრო იმათ ეს ბუნებრივიც არის ფსიქოლოგიურად აბა კატავერში ცოტა ძეხსაო ეს და იცით რაშია საქმე მაგრამ ამის უკან ხო ის ძალები დგას ის ძლიერი ძალები რომლებიც ესე ადვილად არ დათმობენ ის კი არა ამერიკაშიც არ თმობენ აგერ აი კონგრესმა მიიღო ახლა გადაწყვეტილება იმ მოსამართლეების წინააღმდეგ რომელიც ეწინააღმდეგებიან მთავრობის ის ყოველ შემთხვევაში შეიტანეს ანუ პროექტი კონგრესში რომ რაღაცა მოუხერხონ იმ მოსამართლეებს რომლებიც ელემენტარულად ცალკეულ შტატებში გამოაქვთ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეს ტრამპის მთავრობა რაღაც გადაწყვეტილებას და ისინი გაასაჩივრებენ შეაჩერებენ რამდენიმე ხნით და ეს ხო შეიძლება ხო ვიცით ყველა სასამართლო დავები რამდენ ხანში გრძელდება ეს არის ნუ პრობლემებში ჯოხების ასე თქვა იმისთვის და იქ რო ამას თუნდაც ეს სიტყვა გამოვიყენოთ ბედავენ ხა ეს ევროპელები რამდენ როგორი სიმწვავით გააგრძელებენ ამას წარმოედგინეთ ასე რომ მოგველის ძალიან ესეთი
საკმაოდ მწვავე ჩვენი ინტერესები შენელებას არ უნდა ველოდოთ მე მგონია რომ პირიქით იმას იზამენ ყველა მხრივ შეეცდებიან რომ რაც შეიძლება პირიქით ეს გამწვავდეს აი ესეთი ფაქტები როგორც მაგალითად აი არასამთავრობოებზე ბოლო ეს აუდიტის დასკვნა იყო რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებში არა ევროკავშირში უკაცრავად ამერიკის შეერთებული შტატებში ევროკავშირში ისევ ზუსტად ის მომაგონდა რომ იუკნევიჩიანი თუ მართალია რო იძახის სხვა ლიტველი თუ სხვა რამე სიტყვის ის როგორ არის რომელს დაუჯეროთ მაგალითად რომელი უფრო მართალს ამბობს ის ქალბატონის ლიტველია ვინც ეს აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა და იქ სხვებიც არიან რა თქმა უნდა მაგრამ ესეთი მოვლენები რა თქმა უნდა ჩვენთვის კი არა საზოგადოებისთვის ევროპაშიც და საერთაშორისო აჩვენებს ხო საერთაშორისოსაც რომ რასაც აქ საუბრობდით ეს ჩანს მაგრამ ეს გაგრძელდება მიუხედავად ყველაფერი ამისა ეს იქნება ჩვენთანაც ხო საუბრობს ოპოზიცია რომ ეს ევროპის საქმეა ჩვენ არაფერს საქართველოს რა შვაშია ამ დროს როგორ არის შვაში ნამდვილად შვაშია მით უმეტეს იმ განცხადებიდან გამომდინარე რაც გრძელდება და გრძელდება საპარლამენტო ასამბლეა იქნება თუ რა ვიცი სხვა წარმომადგენლები ევროკავშირის და ბატონო კოტე ძალიან დიდი მადლობა ძალიან საერთაშორისოებისთვის სამწუხაროდ ჩვენი ეს გადაცემის პირველი ნაწილის დრო ამოიწურა ჩვენ დაგემშვიდობოთ თქვენ ხოლო მაყურებელს ვთხოვოთ დაგველოდონ რეკლამის გამო მცირე ხნით შევწყვეტ და მალე დავბრუნდებით